მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 165,000 ევროს ღირებულების სახლი ბელგიაში, 185,000 დოლარიანი სახლი თბილისში. რა ქონებას ფლობს ახალციხის მერის და სხვადასხვა შეფასების პროპაგანდისტული მედია იმედის ყოფილი ჟურნალისტის ვარლამ ციკლაურის ოჯახი, რომელიც დეკლარაციაში იმედიდან მიღებულ ხელფასს მალავს. ციკლაურის დეკლარაცია გამოქვეყნდა. დეკლარაციის მიხედვით ბელგიაში არსებული სახლი მისი მეუღლის სახელზეა, ხოლო თბილისის სახლის მესაკუთრე საკუთრივ ციკლაურია. გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით ციკლაურმა 2025 წელს 23,000 დოლარად მსუბუქი ავტომობილი იყიდა, ხოლო 2024 წელს 7,000 დოლარიანი. ვარლამ ციკლაურს დეკლარაციაში არ უწერია თუ რამდენი ლარი მიიღო პროპაგანდისტული და აწ უკვე ბრიტანეთისგან სანქცირებული მედიისგან ხელფასის სახით, სადაც იგი წლების განმავლობაში მუშაობდა. რატომ არ ესახა იგი დეკლარაციაში? ციკლაური ჩვენ ზარებს არ პასუხობს. გაგრძელდება თუ არა და რა ფორმით ადიგენის მერიასა და სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედს შორის დადებული ხელშეკრულება რელიზების განთავსების შესახებ, მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა ეს ტელეკომპანია დაასანქცირა. ადიგენის მერიაში პასუხი არ აქვთ და გვეუბნებიან, რომ საკითხს მოიკითხავენ. პროსახელისუფლებო და სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული და პრორუსული ტელეკომპანია იმედი და პოსტივი დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ადიგენის მერიასა და იმედს შორის გამარტივებული ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში 7,500 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული მედია ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე არაუმეტეს 60 რელიზი მოამზადოს და ვებგვერდზე განათავსოს. ამავე დოკუმენტის მიხედვით ადიგენის მერიამ იმედს იანვრის თვის საფასური 625 ლარი უკვე გადაუხადა. სპეციალისტების შეფასებით ბრიტანეთის სანქციები ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ვერ მიიღებს შემოსავალს რეკლამებიდან, ვერ იყიდის სერიალებს, ვერ გადაიხდის ხელფასებს, გაუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურეობას, ვერ მიიღებენ ახალ დაფინანსებას ან სესხს, ვერ გააქირავებენ და გაყიდიან ქონებას და ტექნიკას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე. სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა. დოკუმენტის მიხედვით ტელეკომპანიები მხილებულნი არიან უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში. აღნიშნულს ტელეკომპანია იმედი უარყოფს და ამბობს, რომ სანქციების შემდეგ იმედის ბანკს შექმნიან. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ კომერციული ბანკის გახსნას ეროვნული ბანკის ლიცენზია და არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება. თოვის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში და ქალაქის 2 მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ეს სოფლებია: წყალთბილა, პამაჯი, ვალე, ჭვინთა, სვირი, ურაველი, მუსხი. ქალაქ ახალციხეში კოსტავას ქუჩა, კლინიკა იმედის და აბის საბარგო სადგურის დასახლებები. ამავე წყაროს ცნობით საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება. სინოპტიკოსების ვარაუდით უამინდობა სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.